დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ 2 მაისია უყურებთ კურიერს 9 საათზე. ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალური განხილვა თითქმის 20 წლის შემდეგ დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიაზე 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ. გამოძიებით დადასტურებულია, რომ მკუდის დირექტორის დათა ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გიად გებუაძის თანამონაწილეობით, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილის მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული. სინამდვილეში კი უდანაშაულო 17-20 და 22 წლის ახალგაზრდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ყოფილ მაღალჩინოსნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის პატიმრობა განისაზღვრათ. კომისიის წევრების კითხვებს საქმის დაზარალებულების ოჯახის წევრები უპასუხებენ. Აბსოლუტურად უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ესენი იყვნენ სამივენი ხულუელები 20 წლის, 19 წლის, 20 წლის და 22 წლის ბიჭები. მას შემდეგ რაც ეს ტყუები უკვე მოხვედრილი ჰქონდათ, მივიდა და მურად გორგოძეს დათა ახალაიამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავტომატიდან მიუშვა ტყვია საკონტროლო გასროლა დანარჩენებს კიდე დანარჩენმა თანამშრომლებმა საკონტროლო გასროლებით მოკლეს რომ დრო დარწმუნებული იყო რომ ნამდვილად უდრები იყო. ეს იყო იმ ნულოვანი ტოლერანტობის სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ქონოდა ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე წინა ხელისუფლების წევრი არ ვიყავი, 13 წელი ჰქონდა არალეგიტიმურ ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ თუ რამე დანაშაული იყო მომხდარი, გამოეძინებია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მაგრამ დღეს უკვე ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია ქართულ ოცნებას ჭირდება, იმიტომ რომ მათ არ აქვთ პოზიტიური დღის წესრიგი. სრულიად უდანაშაულო ადამიანები დახოცეს ადგილზე, საკონტროლო გასტროლები განახორციელეს თავის არეში და შემდეგ აი ამ გვამებთან ხლიცინებდნენ მაღალჩინოსნები, პოლიციის მაღალჩინოსნები, თუ როგორ გაანადგურეს ადამიანები, რომლებიც თურმე ციხის აღებისათვის იყვნენ ჩამოსულები. სისტემას პასუხი უნდა გაეცეს უფრო ღრმა სამართლებრივ საფუძველზე, რასაკვირველია, სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მაგრამ პოლიტიკური შეფასებაც აუცილებელია. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. იურიდიული კომიტეტი დღესვე კანდიდატ არჩილ კოჭლამაზაშვილთან გასაუბრებასაც გამართავს. კოჭლამაზაშვილი 2020 წლის დეკემბრიდან საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. შეგახსენებთ, კანდიდატურის დამტკიცებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. არის კონკრეტული გაწერილი პროცედურა, რომელიც არის მიახლოვებული ამერიკაში კონგრესში არსებული პროცედურისა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების წესის, რომელსაც ატარებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. შესაბამისად იქნება სამუშაო ჯგუფი პირველ ეტაპზე ჩამოყალიბებული, რომელსაც იქნება ტექნიკური ხასიათის დავალება, შეამოწმოს კანდიდატის ფორმალური თავსებადობის მდგომარეობა დასაკავებელ თანამდებობასთან. წევრებს ნიშნავს საბოლოო ჯამში პარლამენტი, ამიტომ წარმოდგენილი პიროვნების გარშემო, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი მოსმენა მათ შორის კომიტეტში და შემდეგ უკვე წარედგინება ეს პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად. უკრაინაში ომი გრძელდება. ზაპოროჟიეზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაშავდა 16 ადამიანი. დანგრეულია შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოფიციალური წყაროების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქზე სულ 10 შეტევა განახორციელეს. თავდასხმის ობიექტები, საცხოვრებელი სახლები, მრავალბინიანი კორპუსები და საგანმანათლებლო დაწესებულებები იყო. რუსეთ-უკრაინის ომი იყო მთავარი განხილვის საგანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრისას. საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტის მომზადებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ევროპაში ყველაზე ხანგრძლივ შეიარაღებულ კონფლიქტზე განცხადებას ავრცელებს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსის თქმით, ახლა როდესაც თითოეულმა მხარემ იცის ერთმანეთის პირობა მშვიდობის სანაცვლოდ მათზეა დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა მშვიდობას. ვენსი ვარაუდობს, რომ
უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. სტამბოლში ტაქსიმის მოედანზე შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 9 პირი სტამბოლის პროგრესული ასოციაციის იურისტია. მანამდე ქალაქში უსაფრთხოების საგანგებო ზომები იქნა მიღებული. გადაიკეტა ქუჩების ნაწილი, მეტროპოლიტენის 7 სადგური და სამართალდამცველთა მობილიზება გამოცხადა. ამავე დღეს პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც სავარაუდო ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. პარიზში 1 მაისის დემონსტრაცია პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პარიზის დემონსტრაციებს ეგრეთ წოდებულ შავი ბლოკის პროტესტებისა და დემონსტრაციების ტაქტიკას იყენებენ, რომლის დროსაც მონაწილეები ატარებენ შავ ტანსაცმელს, შარფებს, ნიღბებს, მუქსათვალეებსა და სხვა ნივთებს, რომლითაც სახეს მალავენ. მინისტრის თქმით, დედაქალაქში გამართულ მსვლელო აქციის დროს დაახლოებით 50 ადამიანი დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უოლცი გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად წარადგენს. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას კი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს. შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უოლცის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან მარტში მის გარშემო სკანდალი აგორდა. მან შექმნა ჩატი, სადაც შეცდომით ჩასვა ჟურნალისტი და ამით გაამჟღავნა ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ინფორმაცია. CNN-ის ინფორმაციით მარკო რუბიო მაიკ უოლცის შემცვლელად მხოლოდ დროებით ინიშნება, ვიდრე დონალდ ტრამპი მუდმივ კანდიდატურაზე ჩამოყალიბდება, რადგან გამოცემის ცნობით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე სტივ უიტკოფის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ უიტკოფს არ სურს ეს თანამდებობა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონია თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ქართველმა დიპლომატმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამტკიცებისა და სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას სხვადასხვა მიმართულებით. აჭარაში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მშენებლობები გრძელდება. სოფელ ერგეში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ გარემონტებული და უსაფრთხო საცხოვრებლებით 121 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება. ასევე შენდება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები, როგორც ეგრეში, ისე განთიადში. სოფელ აგარაში კი სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები თავად მოინახულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რასაც დღეს გავეცანი პირადად. მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა, ასევე სრულად რეაბილიტირებული იქნა საჯარო სკოლა, შენდება სოციალური სახლები, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენს ეკომიგრანტებს გადაეცემა კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრისები. ჩვენი მიზანიც ეს არის ადამიანებზე მორგებული განვითარება, სოციალური, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება. მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა აქტიურია და ვიმედოვნებთ, რომ კაპრეშუმის სოციალური სახლი, რომელიც 90 ბინიანია და 90 ეკომიგრანტია გათვლილი, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება ერგეში სოციალურ სახლს 121 ბინიანია და მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე ვიმედოვნებთ დასრულებული იქნება. ასევე ხაზი მინდა გაუსვა, რომ სოფელ განთიადში აქტიურად მიმდინარეობს 200 სახლზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
ცნობილია კონკურს აგროლიგას გამარჯვებულების საქართველოში სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სისტემის მოდერნიზაციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა 332-მა კონკურსანტმა მიიღო, საიდანაც 18 დაჯილდოვდა. კონკურს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს. კონკურსი აგროლიგა ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეფიციტური პროფესიების შეშების მიმართულებით არის წინადადგმული ნაბიჯი, ამასთან ერთად ხდება აგრარული სწავლების პოპულარიზაცია ყველა დონეზე, როგორც საბაკალავრო, პროფესიულ სამაგისტრო დონეზე. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დეფიციტური პროფესიები შეივსოს. კონკურსის მთავარი მიზანი არის პროფესიული სასწავლებლების კოლეჯების სტუდენტების ხელშეწყობა, მათი წარმოჩენა. აგროლიგა ზოგადად არის ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსი და შესაბამისად მისი გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ტესტირების საშუალებით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პრიორიტეტულ სპეციალობებში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10 საათზე.